მე აფხაზი ვარ და ამაყად ვამბობ, რომ ჩემი საქართველო აფხაზეთიდან იწყება. ეს სიტყვები აფხაზი ხალხის გამორჩეულ მამულიშვილს ცნობილ პოლიტიკოს ლორიკ მარშანიას ეკუთვნის. მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს 24 ნოემბერს 85 წელი შეუსრულდებოდა. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში ხსოვნის საღამო გაიმართა. შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ქია გვაზავამ, აკადემიკოსებმა როინ მეტრეველმა, ოთარ ჟორდანიემ და ლორიკ მარშანიას მეგობრებმა მეცნიერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის საინტერესო და გამორჩეული ისტორიები გაიხსენეს. მე ახლოს ვიცნობდი მას. მან დიდი როლი შეასრულა თანამედროვე ისტორიაში რეფორმების კუთხითაც. იყო სოფლის მეურნეობის სპეციალისტი, აკადემიკოსი, ეკონომისტი და ის ცხოდნა გამოცდილება მას დააგროვა ძალიან დიდწილად მოახერხა ხალხადობას. მისი ცხოვრების დიდი ნაწილი იმიტომ უკავშირდებოდა თბილისს, რომ მას არ ჰქონდა წარმოდგენილი აფხაზეთი თბილისის გარეშე, არ ჰქონდა წარმოდგენილი აფხაზებისა და ქართველებს შორის შუღლი, ის სისხლი, რომელიც დაიღვარა. მას არ დაუმალავს თავისი განწყობა და ამ თავისი პირდაპირობის გამო მას ჰქონდა ეს შემოვნებები, რომელსაც ის იტანდა ურთიერთობის შენარჩუნების იმედით ბოლომდე. და ის წიგნი, რომელიც პრეზენტაცია დღეს იყო, ამაში მოცემულია მისი გულის ტკივილი, მისი განწყობა და იმედები ფესვები აფხაზურ-ქართულ ურთიერთობისა, რომლის მატარებელი გენეტიკურად იყო მისი გვარი, მისი წარსული. ის ცხოვრობდა არა წარსულით მხოლოდ, ის ცხოვრობდა იმ იმედით, რომ აფხაზები და ქართველები განაგრძობენ შემდგომში ერთიან სახელმწიფოში ცხოვრებას. და დღევანდელი საღამოც არის იმედის საღამო. დღეს ჩვენ ვიხსენებთ ბატონ ლორიკ მარშანიას, მას 85 წელი შეუსრულდებოდა. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ქართველი და აფხაზი ეთნოსის და ხალხების არაჩვეულებრივი წარმომადგენელი. მას ესმოდა ის, რომ სეპარატიზმი დაღუპავს აფხაზ ეთნოსს. და მან ეს ღიად განაცხადა თავის დროზე, ღია წერილით მიმართა აფხაზ ხალხს, მიმართა აფხაზეთის ფრაქციას უმაღლეს საბჭოში და თვით არძიმბას. მაგრამ არ იყო შესმენილი მისი ეს ღია წერილის არსი. მე ვფიქრობ, რომ დღეს უკვე აფხაზი ეთნოსი ხვდება, რომ წინასწარმეტყველება ბატონ ლორიკის საუბედუროდ შეიძლება აღსრულდეს. ვფიქრობ, რომ ნამდვილი პატრიოტი აფხაზები უფრო დაუფიქრდებიან და დაიწყებენ იმ ხიდის აღდგენას, რომელიც ჩვენ გვაკავშირებდა ერთმანეთს, ქართველ და აფხაზ ეთნოსს. ლორიკ მარშანია იყო ხიდი ქართველ და აფხაზ მოქალაქეთა შორის, მეცნიერთა შორის, საზოგადოების წევრებს შორის. ეს იყო ძალიან დიდი გამორჩეული პიროვნება იყო. სიკეთით სავსე, სწორი პოზიციების მქონე ის აფხაზი იყო, მაგრამ მას საქართველო უყვარდა, ქართველები უყვარდა, იმიტომ რომ ჭეშმარიტი აფხაზი იყო. ასია, ყველა აფხაზი ასია, ვის კი ნამდვილი სიყვარულით არის გაფშვარული საქართველოს მიერ. ის ძალიან სერიოზული მეცნიერის გახდა თამასთან, გახდა არ ყოფილა მოულენა იმ პარასტელი პერიოდი საქართველოში, ეს იყო 80-იანი წლები, 70-იანი, 80 წლები, რომ ლორიკ მარშანიას არ მიეყოს თავისი ძალიან სერიოზული მონაწილეობა. ლორიკ მარშანიას ერთადერთად უყვარდა აფხაზეთი და სრულად საქართველო. ლორიკ მარშანია ორივეს ერთგულად და ბოლომდე ემსახურა. ამიტომ არის რომ ქართული საზოგადოება მას დიდ პატივს მიაგებს. ლორიკ მარშანია ცნობილი პედაგოგია და უმაღლესი სკოლის მუშაკია. ის წლების განმავლობაში საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი იყო. იყო ამ უნივერსიტეტის პროექტორი. ის იყო დირექტორი სხვა უმაღლესი სასწავლებლების. მას ჰქონდა უმაღლესი აკადემიური წოდება. ის არჩეული იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსად. და ლორიკ მარშანია როგორც პოლიტიკური მოღვაწე იმით არის გამორჩეული, რომ მე ვთქვი და ყოველთვის ვამბობ და ვიტყვი. ის იყო დიდი აფხაზი, დიდი ქართველი, ამავდროულად ის იყო ხიდი ქართველებსა და აფხაზებს შორის. აი, როდესაც ჩვენ აფხაზეთში დავბრუნდებით, ჩვენ ამ ხიდით გადავალთ, ამ მეგობრობის ხიდით, რომელსაც აშენებდა ლორიკ მარშანია. შეხვედრაზე ლორიკ მარშანიას წიგნის მოგონებების პრეზენტაციაც შედგა. მოეწყო ფოტოგამოფენა და მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერების ჩვენება.
არტ გალერეაში გამართულ შეხვედრას ლორიკ მარშანიას შვილი საქართველოს პარლამენტის წევრი ადამ მარშანია ესწრებოდა. პარლამენტარმა შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მამამისის სურვილი აუცილებლად დასრულდება და ქართულ-აფხაზური ურთიერთობები დარეგულირდება. აქ შეიკრიბნენ დღეს მისი მეგობრები, ნათესავები, თანამშრომლები, ვინც კარგად იცნობდა მამას, ერთად გაიზარდნენ, ერთად მუშაობდნენ, ერთად იბრძოდნენ. მამას განსაკუთრებულად და მთელი ცხოვრება აღალვებდა და ადარდებდა ჩვენი ქართულ-აფხაზური ურთიერთობა. ხმალ აღებული იცავდა ამ ურთიერთობებს აფხაზეთში და მთელი თავის ცხოვრება ემსახურებოდა აი ამ ჩვენ ლეგენდარულ ულამაზეს, მართლაც რომ ლეგენდარულ და ულამაზეს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს, რომელიც აი ასეთ არეულ და ტრაგიკულ მდგომარეობაში არის ახლა. და მე მინდა მისი ოცნება მოგახსენოთ, ოცნება ქონდა მას ისეთი რომ როდესაც ეს ყველაფერი მოურჩება, კონფლიქტი დამთავრდება, ჩვენ შევიგნებთ რომ არ შეიძლება ასეთი ცხოვრება და მიუბრუნდებით ერთმანეთს ქართველები და აფხაზები, აუცილებლად უნდა გავშალოთ სუფრა ინგურიდან ფსოუნდე და მე იმ სუფრაზე, ყველაზე ბედნიერ სუფრაზე ჩემს ცხოვრების არავის არ დავანერებ თამადობას, მე თავად ვითამადებ. მე დარწმუნებული ვარ რომ ასეთი სუფრა გაიშლება და ჩვენ ყველამ უნდა ხელი შეუწყოთ ყველანაირად რომ ასეთი სუფრა შესდგეს საქართველოს ტერიტორიაზე ინგურიდან ფსოუნდე და მე დარწმუნებული ვარ რომ მამა მაინც ითამადებს, მაგრამ ეხლა უკვე ზეციური საქართველოდან. ეთნიკურად აფხაზი ლორიკ მარშანია იმ მცირერიცხოვან აფხაზ მოღვაწეთა შორის იყო, ვინც გასული საუკუნის 90-იან წლებში ღიად დაუპირისპირდა სეპარატიზმს. იგი მუდამ პრინციპულად იცავდა აფხაზი ეთნოსის თვითმყოფადობას და იმავდროულად აფხაზთა მომავალს მხოლოდ ერთიან საქართველოში განიხილავდა. ლორიკ მარშანია იყო ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გიორგი შერვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერი, 250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ხსოვნის საღამოში მონაწილეობდნენ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრები, რომლებმაც ქართული და აფხაზური სიმღერები შეასრულეს.